იუბილარს დასაკარგი ბევრი აქვს, ოფშორული იმპერია და აქტივები. უნდა ითქვას, რომ ქონების უმეტესი ნაწილი ოლიგარქმა 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა. საქართველოს გარეთ ივანიშვილის ოჯახის გამორჩეული აქტივები მოიცავს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას, მათ შორის მოსკოვშიც, რომლის ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა. ამის შესახებ საუბარია რამდენიმე მედია საშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივად მომზადებულ სტატიაში. საფრანგეთში ივანიშვილის კომპანიის საკუთრებაშია პარიზის შემოგარენში 110,000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი ფლობს რობუშონის ხეივანში მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლსაც, ეს რაც ღია წყაროებითაა ცნობილი. მედიის ცნობით და ამაზე ნოდარ მელაძის შაბათით საუბრობდა, ივანიშვილთან დაკავშირებულია $8 მილიონ შეფასებული სასახლე ნიუ-იორკში, რომელიც მანჰეტენ ბიჩზე მდებარეობს, ბრაიტონთან მოსაზღვრეა. უბანში ეს ყველაზე ძვირადღირებული ვილაა, ფორმულამ სახლი გადაიღო. საინტერესო იყო, რა ხდება იქ ამერიკის სახაზინო სანქციების ამოქმედების შემდეგ, მას შემდეგ, რაც სანქციებში მოყვა ბიძინა ივანიშვილი. ადგილზე ძირითადად რუსეთის მოქალაქეების ვილებია, მილიონერთა დასახლებაში ივანიშვილზე არსმენიათ, ზოგმა მხოლოდ ისიც იცის, რომ სახლი ქართველს ეკუთვნის. ალბათ 2009-11 წლებში არის აშენებული და ახლობით $10 მილიონი ეღირება. შემთხვევით ხომ არ იცით, ვინ არის მფლობელი? კი, ვიცი, ქართული ოჯახია. გვარები იცით? არა. სამეზობლოში ყველა მიცის, რომ ეს ძალიან ლამაზი სახლია. დაუნახავთ წყვილი. სახლში არასდროს ყოფილვარ, სიამოვნებით გავათვალიერებდი. რამდენადაც ვიცი, ძირითადად რუსები და ოლიგარქები ცხოვრობენ აქ. დიახ, მე ვიცი, რომ ამ სახლებს ძალიან მდიდარი ხალხი ფლობს, ძალიან კარგი უბანია.